რას ფიქრობთ გზის სავალ ნაწილზე შეკრების შეზღუდვასთან დაკავშირებით? ეს არის სრულიად განუკითხაობა, რასაც ქვია, აბსოლუტურად წარმოუდგენელი რაღაცა. მე ვერ წარმოვიდგენდი თუნდაც 2 თვის წინ, არ ვიძახი 2 და 3 წლის წინ, 2 თვის წინაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ესეთ კანონს მიიღებდნენ, რომ ტროტუარზე არ დადგეო. ეს რანაირად უნდა განსაზღვროს, ვინ უნდა იდგეს, რამდენია საჭირო ხალხის, რომ გადაიკეტოს ლეგიტიმურად, რამდენი დაუშვათ 30-მა კაცმა თუ გადაკეტა, არალეგიტიმურია და 40-მა რო გადაკეტოს, უკვე ლეგიტიმურია. აი ეს ვინ უნდა დაითვალოს? სრული მარაზმია. მე არ გამიგია არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში, ახლა ირანი და ჩრდილოეთ კორეა არ ვიცი, მაგრამ ნორმალურ ქვეყანაში რომ ტროტუარზე ადამიანებს შეკრების უფლებას უგრძალებდნენ, აი წარმოუდგენელია. მე რა თქმა უნდა ვაპირებ კიდევ აქ მოსვლას და ყოველთვის დავდგები აქ. მე დავდივარ თითქმის ყოველ დღე და ვდგავარ ხოლმე და უბრალოდ მაინტერესებს რა ფორმით აპირებენ ამის აღსრულებას, ანუ მოვლენ და იტყვია რომ აი ახლა აქედან გადადის სად წავიდე. იმიტომ რომ ფორმალურად საერთოდ აქ არ შეიძლება დგომა, იმიტომ რომ აქაც დადის ხალხი, აქაც დადის ხალხი. ესე იგი მარტო კიბეებზე უნდა დავდგეთ, ეს არის ამათი ლოგიკა. არ ვიცი, ეს თუ დემოკრატიაა და მართლა გააოცეს კი არა, გალაქტიკა გააოცეს თავისი დემოკრატიით, კოცებმა.